საპარლამენტო არჩევნებამდე 10 თვით ადრე ვენეციის კომისია აქვეყნებს მოსაზრებას საქართველოს საარჩევნო რეფორმის შესახებ. 17 გვერდიან დოკუმენტში განხილულია ის ცვლილებები, რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევას ეხება. დოკუმენტის ავტორებს, ანუ ვენეციის კომისიას და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს მიაჩნიათ, რომ CESCO-ს დაკომპლექტების ახალი წესი, რომელიც პარლამენტმა მმართველი გუნდის ინიციატივით დაჩქარებული წესით განიხილა, რთული და საკმაოდ დამაბნეველია. საუბარია CESCO-ს თავმჯდომარისა და უპარტიო წევრების არჩევის წესზე, რომელსაც 2022-2023 წლის საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად 5 წლით თანამდებობაზე ასარჩევად 100 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდათ. თუმცა ახალი პროექტის მიხედვით, თუ კი ისინი 90 პარლამენტარის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებენ, საკმარისი იქნება 76-იც, რაც საარჩევნო რეფორმამდე არსებულ წესს ემთხვევა. ვენეციის კომისია და ეუთოუდირი აღნიშნავენ, რომ ამ ცვლილებებისთვის ეს პერიოდი არ არის იდეალური, რადგან 1 წელიც აღარ რჩება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. ვენეციის კომისია საარჩევნო ცვლილებების პროექტის მეორე ერთობლივ დასკვნაში წერს, რომ მნიშვნელოვანია პროექტიდან ამოიღოს დებულება, რომელიც ზღუდავს CESCO-ს თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციური პარტიის მიერ წარდგენილი წევრის დანიშვნას. დოკუმენტის ავტორები საკუთარ რეკომენდაციაში წერენ, რომ CESCO-ს უპარტიო წევრებისა და თავმჯდომარის წარდგენის უფლებამოსილება კვლავ პრეზიდენტს უნდა დაუბრუნდეს ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარისა. და გარდა საარჩევნო რეფორმისა, ვენეციის კომისიამ 19 დეკემბერს ასევე გამოაქვეყნა მოსაზრება საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ახალი ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნა გათავისუფლება პრემიერ-მინისტრის კომპეტენციაა, რაც მათი დასკვნით პრობლემურია. ვენეციის კომისია ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ საქართველოს რეკომენდაციებს თავაზობს. მაგალითად იმას, რომ უნდა გაიზარდოს ხელმძღვანელის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით წაყენებული მოთხოვნები. ბიუროს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეებს მიენიჭათ იმუნიტეტი. ასევე ანტიკორუფციულ ბიუროს რისკზე დაფუძნებული მიდგომით შეეძლოს აუხსნელი წარმოშობის ქონების მქონე საჯარო მოხელეების მხილება. ის საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც არეგულირებს საქართველოში ახლად შექმნილი უწყების მუშაობისა და ფუნქციონირების წესს, ვენეციის კომისიას შესაფასებლად 2023 წლის სექტემბერში გაეგზავნა.